ნიდერლანდებში ამსტერდამში იმართება ნატოს ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის არის დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც გაემგზავრა და უკვე ჩავიდა ამსტერდამში, სადაც შეხვდება თავის კოლეგებს მსოფლიოს საუკეთესო და ძლევამოსილი ქვეყნებიდან. ჯამში 32 ლიდერი ჩადის, 33 ლიდერი ჩადის ტრამპის ჩათვლით ნიდერლანდებში, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, სამიტი გაიმართება, ერთობლივი შეხვედრებიც იქნება, სურათებსაც გადაიღებენ და ისაუბრებენ იმ ვითარებაზე, რომელიც მსოფლიოში არის შექმნილი, როგორც იცით, სამხედრო ალიანსია ეს და ამიტომაც ძირითადად ომის თემატიკის გარშემო იქნება საუბრები. აქ მნიშვნელოვანი თემა არის আজ უკვე დასრულებული ომი ირანსა და ისრაელს შორის, 12-დღიანი ომის სახელით ცნობილი, რომლის დასრულება თავის თავზე დონალდ ტრამპმა აიღო. აგრეთვე იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი არის იქ მიწვეული, ცხადია პუტინს ნატოს სამიზე არავინ არ მიიწვევს, ხოლო ზელენსკი როგორც მეორე მხარე და ერთ-ერთი მოკავშირე ნატოსი ბოლო პერიოდში და უკრაინისთვისაც ნატო მთავარი მოკავშირეა, ისიც იქ არის ჩასული და ილაპარაკებს მსოფლიო ლიდერებთან იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი უკრაინის ტერიტორიაზე. ომს ჯერჯერობით დასრულების პირი არ უჩანს, არა და უკვე რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, პირიქით უკვე დღის წესრიგშიც აღარ არის გარკვეული დროით და დოზით ეს საკითხი, რადგან ის გადაფარა სხვა კონფლიქტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო და რაც უკვე დამთავრდა. ამ თემაზეც ისაუბრა დონალდ ტრამპმა, ისრაელს მადლობა გადაუხადა ცეცხლშეწყვეტი შეთანხმების შესრულების და მანამდე, როგორც ვიცით, წინა დღეს მან გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ის ამთავრებს ამ ომს და ღმერთს სთხოვა, რომ დაელოცა ყველა ქვეყანა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ირანი, მათ შორის ისრაელი, მთელი მსოფლიო, ამერიკა და მოკლედ ასე მიიჩნია მან, რომ მესამე მსოფლიო ომი არის არიდებული, რომელიც სავარაუდოდ თუკი დაიწყებოდა, გაგრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში და ჩართულები იქნებოდნენ აქ გაცილებით მეტი ქვეყანა ვიდრე ისრაელი და ირანი. საბოლოო ჯამში ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, რისთვისაც შეიკრიბნენ ნიდერლანდებში ეს ადამიანები, ნიდერლანდების საკონსტიტუციო მონარქია, შესაბამისად იქ მეფე არის და აგრეთვე მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრებიან ლიდერები, მათ შორის იქნება ცხადია დონალდ ტრამპიც. ხო, მთელი ეს პროცესი, რაც ამჟამად მიმდინარეობს, უკავშირდება რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციას პირდაპირ ფორმატით ამ ომში, რომელმაც გამოიღო გარკვეული შედეგი, მაგრამ შედეგი როგორც ჩანს არის არაერთგვაროვანი და სადავო. ცხადია, ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ, ვინაიდან იქ მისვლის საშუალება უბრალოდ არ გვაქვს და არც არავინ დაგვთავს იმის ნებას, რომ დაბომბილი ბირთვული სადგური თუ ბირთვული კვლევითი ცენტრი შევამოწმოთ და დავთვალოთ ზარალის მოცულობა და ზოგადად სამხედრო შეტევის ეფექტიანობა, მაგრამ ანალიტიკოსები უკვე ავრცელებენ თავიანთ მოსაზრებებს და ცოტა ხნის წინ CNN-მა გაავრცელა 4 დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს, ამერიკის შეტევა ისეთი ეფექტიანი არ იყო, როგორცაც ამას თავდაპირველად ტრამპი ამბობდა და პრინციპში პენტაგონი ზეიმობდა. CNN-ი იუწყება და ამტკიცებს იმას, რომ რეალურად შეტევამ ცხადია მიაყენა სტრუქტურული ზიანი იქაურ არსებულ ინფრასტრუქტურას, თუმცა მას არ გამოუწევია, ასე ვთქვათ, კვლევითი ცენტრის მიწასთან გასწორება და ის ყველაფერი, რასაც ტრამპი ამბობდა. ტრამპი კი იმასთან ამბობდა, რომ რეალურად ყველაფერი მოისპო თავიდან ბოლომდე, აღარაფერი დარჩა იქ უკვე, რაზედაც შეიძლება ფუნდამენტი დაშენდესო. შესაძლოა აქ თეორიულად საქმე გქონდეს გარკვეულწილად მორყევასთან, ამორტიზებასთან, ამ თუნდაც დაზიანებასთან პროექტისა, მაგრამ არა მის განადგურებასთან. ცხადია, ესეც თავისი არსით სპეკულაცია, რადგანაც ის წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ, ცხადია, მუშაობენ პენტაგონში, თუმცა პენტაგონსაც ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ და ვერ აქვს, რადგანაც ირანში, როგორც ვთქვით, უკვე ესე ბუნკერში ჩასვლის საშუალება არ აქვს არც ერთ ამერიკელს, შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც ახლა იქიდან გამოდის, არის ძალიან ლიმიტირებული, გაფილტრული, გადამუშავებული და ამიტომაც რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი, ამის დადგენა არის ძალიან რთული, მაგრამ ფაქტია, რომ B2-მა ბომბდამშენებმა GB-47 ტიპის ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბები დაუშვეს ზემოხსენებულ ლოკაციებზე და ასე ვთქვათ სამიზნეებზე და თავად ამ ბომბებს ნამდვილად ძალიან მარტივად შეუძლიათ რამდენიმე მეტრის სიღრმეში არსებული ბუნკერების განადგურება. ამაში ორი აზრი დაიჭვი არ არსებობს. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს ყველაფერი ის, რაც რეალურად პრეზიდენტმა განაცხადა კიდეც, თუმცა აქ საკითხავი არის ის, თუ რამ სიღრმეზე იყო რეალურად ეს ბუნკერები და ხომ არ იყო თეორიულად იქ განთავსებული ბუნკერის ქვევით კიდევ დამატებითი ბუნკერი, რათა ეგრეთ წოდებული
სრული დაცვითი ხაზი არსებულიყო იმისათვის, რომ ირანს ჰქონოდა იმისი გარანტია, რომ მიუხედავად ამ ბომბის არსებობისა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მათთვის რა თქმა უნდა იყო ხელმისაწვდომი, მათ მაინც შეძლებოდათ გადარჩენა და იმ გამდიდრებული ურანის მარაგის შენახვა, რომელზედაც დღეს დგას მთლიანად ირანის, ასე ვთქვათ, რეჟიმის ძირითადი ნარატივი, რადგან თუ კი ეს იარაღი განადგურდებოდა, თუ კი ირანს აღარ ექნება წვდომა გამდიდრებულ ურანთან, მაშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავად მართლ რეჟიმსაც კი შეექმნება პრობლემა, ვინაიდან თავად ეს რეჟიმი გარკვეულწილად დგას იმ ნარატივზე და იმ მოსაზრებაზე, რომ მათ ძალიან მალე რაღაც ერთ-ორ კვირაში ექნებათ ბირთვული იარაღი და ამის შემდეგ ირანს ვერავინ ვერაფერს ვერ გაუგებავს, მაგრამ ფაქტია, რომ ირანს ეს იარაღი დღეს არ აქვს და ამერიკა ამტკიცებს ოფიციალურ დონეზე, რომ ეს იარაღი არის განადგურებული. ჩვენ ცხადია ამ შემთხვევაში გარკვეულწილად უნდა გამოვიჩინოთ სკეპტიკურობა, მაგრამ რაღაცნაირად ალბათ სჯობს დაუჯეროთ ამერიკის პრეზიდენტს და თეთრ სახლს, ვიდრე CNN-ს ან სხვანებისმიერ წყაროს, რომელიც ეყრდნობა თავისი არსით მეორე და მესამე წყაროს და ცხადია მათი ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება ჩვენ პირობებში არის უბრალოდ შეუძლებელი. ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების შემდეგ ირანმა გადაწყვიტა ატომური ენერგიის სააგენტოდან გამოვიდეს. ეს არის გაეროს სტრუქტურის შიგნით არსებული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ატომური ენერგეტიკის განვითარებაზე მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც გაეროს სხვა ორგანიზაციები, მეტად ბიუროკრატიული უწყება, რომელიც ქვეყნებს შორის კოოპერაციაზე დგას და დიდწილად დამოკიდებულია გაეროს წევრი ორგანიზაციების ფინანსურ კონტრიბუციებზე. ცხადია, აქ რთული მისახვედრი არ არის, რატომ დატოვა ეს ორგანიზაცია ირანმა, რადგან მთელი ომი უკავშირდება სწორედ ბირთვულ ენერგეტიკას, როგორც ირანი ამტკიცებს, ურანის გამდიდრება ხდებოდა მანამ იმ დონემდე, რაც საკმარისი იყო ელექტროენერგიის გამოსაყენებლად, მაგრამ საწინააღმდეგოს ამტკიცებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ამბობს, რომ ურანი იმდენად იყო გამდიდრებული, რომ ირანი ძალიან ახლოს იყო ატომური ბომბის შექმნასთან. საბოლოო ჯამში პარლამენტმა ქვეყნისა დაუჭირა გადაწყვეტილებას ხარი, რომ დატოვონ ეს ორგანიზაცია, მაგრამ ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ რატიფიცირება, ამას კი ხელმძღვანელობს მასუდ ფაზეშქიანი, ქვეყნის პრეზიდენტი ფეზეშქიანი და ამიტომაც უნდა დავუყოთ მისგან ამ ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერჯერობით არ არის მიღებული. საბოლოო ჯამში სააგენტოს წარმომადგენლები ირანში რჩებიან და მზად არიან ინსპექტირების პროცესი გააგრძელონ და იქ შეაფასონ ადგილზე ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი. ეს როგორც ეს კვლევითი ორგანიზაცია უფრო არის მეტად ვიდრე პოლიტიკური და ხშირად ისინი ჩადიან იქ, სადაც ხდება ან არის რისკი ატომური ენერგიის გაჟონვისა, მაგალითად უკრაინაში, როცა იყო საუბარი ამაზე რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მიტანილ იერიშზე, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი უბედურებების დროს, როგორც წესი, IAEA სწორედ ასეთი ტიპის პროცესებში ერთვება. აქვე ბირთვულ ენერგიასთან და ზოგადად ბირთვული იარაღთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება ბენიამინ ნეტანიაჰუს, რომელიც მოგეხსენებათ არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ეს ადამიანი მიესალმება ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რომელსაც რთულია მთლად სამშვიდობო შეთანხმება უწოდოთ, რადგანაც ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმება დგას არა მშვიდობაზე, არამედ უბრალოდ იმ მოცემულობაზე, რომ ამერიკა არის ჩარეული პროცესში და აქვე ნეტანიაჰუ იმას ასამბობს, რომ ეს მშვიდობა ისრაელს არაფრად არ უღებს, თუ კი ირანი გააგრძელებს მაინც ბირთვული პროგრამის წარმოებას და ბირთვულ იარაღზე მუშაობას და აქვე ნეტანიაჰუ იმას ასამბობს, რომ ისრაელი ფაქტობრივად იმ დღესვე დაასრულებს ამ მშვიდობას, როგორც კი გაიგებს, რომ ირანმა განაახლა კვლევები ამ მიმართულებით და ზუსტად იგივენაირი პრინციპით დაარტყამს ირანს, როგორც ეს აქამდე უკვე ერთხელ შეძლო. ანუ ეს ფაქტობრივად ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მშვიდობა, რომელიც ახლა გვაქვს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არის გარკვეულწილად დროებითი, რადგანაც ირანი თავისი არსით პირობას დებს, რომ ბირთვულ პროგრამას არსად არ წაიღებს და არ გააჩერებს. პირიქით ამბობენ, რომ დავაჩქარებთო და ის რაც მოხდა, რეალურად უკან დიდად არც დაგხვევსო. ეს რამდენად სიმართლე არ ვიცით, სავარაუდოდ უკან ძალიან დიდი ხნით წავიდნენ ისინი, მაგრამ ბირთვულ კვლევებში ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ რაც უკვე იცი და რაც უკვე გაქვს, ეგ არის შენი, მაგ ცოდნას ვერავინ ვერ წაგართმევს, ხოლო თავად ურანი თავისი არსით არ არის ძალიან იშვიათი რესურსი, მარტივად რომ ვთქვა, შეუძლია ირანს დღესაც რომ ურანი მოიპოვოს, მათ შორის შეუძლია რუსეთი გამოიყენოს ამ პროცესში, ან თუნდაც ჩინეთი, რომელთაც გამდიდრებული ურანიც და ბირთვული იარაღით ძალიან დიდი რაოდენობით აქვს. ცხადია, ეს ქვეყნები პირდაპირ მიწოდებას მოერიდებიან, მაგრამ შეიძლება მესამე ქვეყნების დახმარებით, მათ შორის ჩრდილოანი ფლოტის მეშვეობით, მოახერხონ
ირანში ბირთვული, ასე ვთქვათ, საწვავის შეტანა, რისი გაკონტროლებაც იქნება ექსტრემალურად რთული, რადგანაც ირანი არავისთან არ თანამშრომლობს. არავის არ ეუბნება ქვეყანაში რა ტვირთი შეაქვს, რა ტვირთი გამოაქვს, ამიტომაც აქ აღსრულების ნაწილში უკვე პასუხისმგებელი უნდა იყოს თავად ისრაელი და მან უნდა გააკონტროლოს ყველაფერი, რაც ხდება ირანში, ხოლო ირანის სრულად გაკონტროლება ჩვენ უკვე ვიცით, რომ არის ძალიან რთული, ეს არის დიდი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი როგორც ზღვაზე, შესაბამისად მისი ასე ვთქვათ ყველანაირად ჩაკეტვა და იზოლირება არის ძალიან რთული და სავარაუდოდ ირანი ისევ შეეცდება ამ ბირთვული პროგრამის გაცოცხლებას, რასაც ალბათ დიდი ვარაუდით ისრაელიდან ისევ მოხვება საპასუხო ზომები. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ირანმა მიიღო ამერიკის დაბომბვის საპასუხოდ, იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რომელიც არის ერთგვარი სრუტე, რომელიც გალფის ყურეს აკავშირებს ზოგადად სხვა წყლებთან და იქიდან ხდება დიდწილად არაბული ქვეყნების მიერ გასული ნავთობის ტრანსპორტირება მთელ მსოფლიოში. ეს ჩაიკეტა, მაგრამ ჩაკეტვა ასევე ცუდი მასშტაბებელია თავად ირანისთვის, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა პლანეტაზე, რადგან ის ბუნებრივად ძალიან დაჯილდოებულია შავი ოქროთი. სტატისტიკურად, თუ შევხედავთ ამ საკითხს, ირანული ნავთობის მთავარ იმპორტიორად კვლავ რჩება ჩინეთი, რაც აიხსნება რამდენიმე მიზეზით. საქმე ის არის, რომ ჩინეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო დაწესებულ სანქციებს, მათ შორის იმ სანქციებს, რომელიც ამერიკის მხრიდან არის დაწესებული და ამიტომაც ირანის ნავთობის ყიდვას ის არ ერიდება. პირიქით, ეს აწყობს კიდეც, რადგან როცა ქვეყანა სანქცირდება და მას ვაჭრობა ეკრძალება სხვა ქვეყნებთან, ის ვალდებულია და იძულებულია, რომ საკუთარი ნავთობი გაყიდოს იაფად, თუ კი სურს, რომ საერთოდაც მიიღოს შემოსავალი, რადგან მისი ნავთობი იყოს კონკურენტული. ასე ხდება რუსეთის შემთხვევაში, ასე ხდება ირანის შემთხვევაშიც, რომელიც უკვე წლებია, რაც არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი. ჩინეთის ნავთობის ექსპორტის 10% მოდის სწორედ ირანზე, ხოლო ირანის შემთხვევაში ნავთობის იმპორტის ჩინეთის შემთხვევაში და ნავთობის ექსპორტის შემთხვევაში ირანიდან 90% მოდის სწორედ ჩინეთზე. ანუ ირანში წარმოებული ნავთობის 90%-ზე მეც ამ თითქმის სრულად ყიდულობს ერთი ქვეყანა ჩინეთი, რაც სწორედ იმით არის განპირობებული ერთი მხრივ, რომ ჩინეთში უბრალოდ ძალიან დიდი მოთხოვნაა ნავთობზე, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ინდუსტრია ვითარდება და მთელი ქვეყანა იზრდება და მეორე ის, რომ ჩინეთია და აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას და საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება სანქციების არსებობას და ამ ტიპით საკმაოდ ახლოს არის. კი, საკმაოდ ახლოს არის და აწყობს ხადია, იმიტომ რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის გეგმა აქვს შესრულებელი, მიმდინარე წელს სიძინფის, მაგრამ ზოგადადაც სწრაფი ზრდის მოთხოვნა აქვს მას საკუთარი ქვეყნის ბიუროკრატებისთვის დაწესებული ისტორიულად და შესაბამისად იაფი ნავთობი ამ ყველაფერს უფრო მოკლე დროში, უფრო ეფექტიანად ხდის შესაძლებელს. ხო, ნავთობის მიწოდების საკითხს მსოფლიოში არეგულირებს ოპეკი. ეს არის ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოების გაერთიანება, რომელიც არის ერთგვარი კარტელი, ვინაიდან იქ არიან მხოლოდ კონკრეტული ინტერესთა ჯგუფის წარმოადგენელი სახელმწიფოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით ოპეკს აქვს იძულებითი მექანიზმები, ანუ ოპეკი თვითონ აწესებს კვოტებს, განსაზღვრავს ყველა რეგიონისათვის, ყველა სახელმწიფოსათვის და ყველა პრინციპში არის ვალდებული, რომ დაემორჩილოს ოპეკის მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს, თუ კი სახელმწიფო ამ პარამეტრებს გადააჭარბებს ან ჩამორჩება, ის იქნება დასჯილი და ბევრი ქვეყანა უკვე აჭარბებს კიდეც ამ პარამეტრებს, რადგანაც მათ მეტი ფინანსური შემოსავლის მიღება სურთ, თუმცა ეს ყოველთვის მოხვება, ასე ვთქვათ, იმის შემდეგ, რაც გარკვეული გაურკვევლობა არის ხოლმე ოპეკში და ბოლო პერიოდში ოპეკში ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, მათ შორის ლიდერებთან დაკავშირებით, ლიდერი არის ცხადია საუდის არაბეთი, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად რაღაცნაირად რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს კი ოპეკის წევრ ქვეყნებს დიდად არ მოსწონთ, რადგანაც მათი ეკონომიკა ამით ვერა და ვერ ხეირობს. აქვე ეკონომიკასთან დაკავშირებით ოპეკი ყოველ კვარტალში და ყოველ თვე აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს, მიმდინარე თვის ახალი ანგარიშიც არის გამოქვეყნებული, სადაც საუბარი არის გლობალური ეკონომიკის დის მოლოდინზე. ოპეკის შეფასებით წელს გლობალური ეკონომიკა 2.9%-ით გაიზრდება, ეს ახლოს არის IMF-ისა და მსოფლიო ბანკის, ასე ვთქვათ, მოლოდინებთან, მაგრამ ოპეკში უფრო მეტად პოზიტიური ხედვა აქვთ და მათ მიაჩნიათ, რომ მიუხედავად არსებული რისკებისა, გლობალური ეკონომიკა უფრო მეტად მდგრადი და მედეგი გახდა, შეეჩვია უკვე ერთგვარად ყური ომის საფრთხეს, ეკონომიკური რეცესიის საფრთხეს და მაინც ჯიუტად აგრძელებს კაცობრიობა განვითარებას და სწორედ ამიტომაც ოპეკში გქონიათ, რომ წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს ზოგადად ესეთი ტრენდია.
ტენდენციაა, რომელიც მრავალი წელია უკვე გრძელდება, ნავთობი ყოველთვის უფრო მეტი რაოდენობით უნდათ, ვიდრე წინა წელს და წელს სავარაუდოდ წლის განმავლობაში ეს იქნება დღიურად საშუალოდ 1.4 მილიონი ბარელით მეტი, ვიდრე შარშან და მომავალ წელთან დაკავშირებითაც დაახლოებით იგივენაირი მოლოდინები აქვთ. ასევე ოპეკში ელიან იმას, რომ ფასები იქნება დასტაბილურებული, აქ ნავთობზე გვაქვს უშუალოდ საუბარი და ამ ასე ვთქვათ მოლოდინის აჩენს ის მოცემულობა, რომ რეალურად ბოლო პერიოდში ოპეკი არც დრამატულად ზრდის, არც დრამატულად ამცირებს მიწოდებას და ამასთანაც გლობალური მოთხოვნის, ასე ვთქვათ, შემცვლელი ფაქტორებიც ნაკლებად არის. იქნებოდა ეს მაგალითად პანდემია თუ რუსეთ-უკრაინის ომი, ეს ყველაფერი უკვე გამოვიარეთ, შესაბამისად ახალი პანდემია სავარაუდოდ 2025 წელს აღარ დაიწყება, ამიტომაც ოპეკში არ მოელიან, რომ რაღაც დრამატულად შეიცვლება და ნავთობის ყიდვა აღარავის მოუნდება. ასეთი რისკი ამ ეტაპზე არ ჩანს, ამიტომაც ოპეკში ფიქრობენ, რომ ნავთობზე მოთხოვნა იქნება სტაბილური, ფასები იქნება შედარებით ნორმალიზებული, ხოლო მოთხოვნა თავისი არსით მცირედით იქნება მომატებული. ოპეკიდან გადავინაცვლოთ ეკონომიკაზე. თურქეთმა მიიღო ძალიან საინტერესო, ვერ ვთქვით რომ მოულოდნელი გადაწყვეტილება ეს, მაგრამ თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვალა და დარჩა 46%-ზე, რაც ისედაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ როგორც ჩანს ეკონომისტების ვარაუდით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ 36-35% ნახევრიანი ინფლაცია დაძლეულ იქნას მოკლე და საშუალოვანი ამ პერიოდში. თავად ინფლაცია კი დაიწყო ჯერ კიდევ წლების წინ, როცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის შიგნით დაწყებული პროცესების ფონზე მიიღო ძალიან არასტანდარტული გადაწყვეტილება და გადაუხვია რადიკალურად 180 გრადუსით იმ ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიას, რომელიც გვეუბნება იმას, რომ როცა ინფლაცია იზრდება, უნდა გაიზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, რათა კაპიტალი გაძვირდეს და ინფლაცია შემცირდეს. მაგრამ საწინააღმდეგოს აკეთებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თურქეთი და მივიღეთ ის, რომ რეალური ინფლაცია, რომელიც ქვეყანაში ფიქსირდებოდა, რაღაც მომენტებში სამ ნიშანს კი იყო 100%-ზე მეტად იყო, რაც ნიშნავს, რომ ფასები უბრალოდ დღიურად იზრდებოდა. ხო, ინფლაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება უკვე ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, რომელმაც თავისი რეფინანსირების განაკვეთები დატოვა უცვლელად. ეს არის ერთწლიანი განაკვეთი, რომელიც არის 3%-ით განსაზღვრული და არის 5-წლიანი ან უგრძელვადიანი განაკვეთი, რომელიც არის განსაზღვრული 3.5%-ით. ჩინეთი არის დიდი ეკონომიკა, ხოლო დიდ ეკონომიკებს როგორც წესი აქვთ ორი რეფინანსირების განაკვეთი, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, ამერიკაში იგივე რამ ხდება, გასაკვირი არაფერი არ არის და ეს ცვლილებაც რომ ასეთი იქნებოდა, ამასაც მობელოდით, რადგანაც ჩინეთს უკვე აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ ზედმეტად შეამსუბუქოს მონეტარული პოლიტიკა, ვინაიდან ინფლაციის რისკი არის ძალიან სერიოზული, თანა აქ ინფლაცია არის ერთი მიმართულებით სამხარებლო ფაზებში, მაგრამ სამეწარმეო მიმართულებით არის პირიქით დეფლაცია, ანუ რეალურად ჩინური წარმოებული პროდუქციის ფასები ვერ იზრდება, მაგრამ თავად ადგილობრივი მომხმარებლებისთვის პროდუქციის ფასები იმატებს, ეს იწვევს ძალიან უცნაურ ეკონომიკურ დილემას, რომელსაც ებრძვის ახლა ცენტრალური ბანკი და ურჩევნიათ, რომ ეკონომიკას მიეცეს სტაბილური ჩარჩო, რომელშიც შეიძლება რაღაც ისე განვითარდეს, რომ ზედმეტი თავის ტკივილი არ გაჩნდეს. ამასთან ჩინეთს აქვს შესაძლებელი ეკონომიკური ზრდის გეგმა, რომელიც არის 5% და გეგმას იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კომუნისტური სახელმწიფო, სადაც უყვართ გეგმები და როდესაც გეგმა ვერ სრულდება, როგორც წესი, ამას ვიღაცის თავი ან ვიღაცის პოზიცია ეწირება, ამიტომაც ჩინეთში ყველა ბიუროკრატი ძალიან აქტიურად ცდილობს იმას, რომ ის 5%-იანი ზრდა წლის ბოლოს აუცილებლად დაიდოს.